მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ წინა კვირას არ შევხვედრივართ ერთმანეთს, როგორც მოგეხსენებათ, 20 მაისს გახდათ ბატონი აკაკი ჯორჯაძის დაბადების დღე, 87 წელი შეუსრულდებოდა მას. და გარკვეული ღონისძიება მოვაწყეთ ეროვნული თანხმობის დარბაზის ხელმძღვანელობით ჩატარდა ეს ღონისძიება და ამ ღონისძიების კადრები გავუშვით, მოგაწოდეთ წინა კვირას. ამიტომ ჩვენი შეხვედრა გასაგები მიზეზების გამო ვერ შედგა. ამ დღესთან დაკავშირებით გამოვიდა აგრეთვე ეროვნული თანხმობის დარბაზის ბეჭდვითი ორგანოს სპეციალური ნომერი, რომელიც სპეციალურად მიეძღვნა ბატონი აკაკის დაბადების დღეს. დაინტერესებულ პირებს შეგვიძლიათ მოგაწოდოთ, თუკი თქვენი მხრიდან იქნება სურვილი, გარდა ამისა ციფრული ვერსია დაიდო ეროვნული თანხმობის დარბაზის Facebook გვერდზეც. ეს საკითხი ამით ამოწუროთ. დღეს გინდა გვესაუბროთ რამოდენიმე თემაზე, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი ახალი პატრიარქის შიო მესამის განცხადებაზე, რომელიც 17 მაისს ეროვნული უკაცრავად ოჯახის სიწმინდის დღეს გაკეთდა. ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიულ პრობლემებზე და გარკვეულ მოწოდებასაც შეიცავდა, რომ იქნებ მოხერხდეს და კანონით იქნას უზრუნველყოფილი, რამენაირად მიეხედოს ჩვენ გაუარესებულ დემოგრაფიას, რასაც ეგრევე მოყვა მწვავე რეაქცია, მთელი სალიბერესტეთი ამხედრდა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ და გარდა ამისა ხელისუფლებამაც არ დააყოვნებდა მან მალევე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ კი ბატონო პატრიარქს სრული უფლება აქვს ესაუბროს ხალხს, რაც სურს, რაც სწორად მიაჩნია, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ეს არ იქნებოდა, ვერ იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, აგერ რამოდენიმე დღის წინ ბაზეიმეს დამოუკიდებლობა, არარსებული დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ, არადა საქართველოს ასეთი დამოუკიდებული და კოლონიურ მარწუხებში მოქცეული არასოდეს არ ყოფილა. ქართველი ხალხი ერი განიცდის ორ მაგ ჩაგრას, ერთი გარე კოლონიზატორებისგან და მეორე შიგნით იმ კოლონიზატორებთან შეკრული, მათ მიერ დასმული აი ოლიგარქატის და პოლიტიკური ელიტისგან. აი ამ თემებზე დავიწყოთ საუბარი, მე დანარჩენს ნახოთ დრო გვიჩვენებს, ამდენი დაგვრჩებოდა. დიახ, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. დიახ, განსაკუთრებული ისეთი, როგორ ვთქვათ ახლა, კარდინალური არც გარეთ არ გამოკვეთილა და არც ქვეყნის შიგნით, მაგრამ მაინც გვაქვს ღირსშესანიშნავი, სათქმელი და აღსანიშნავი, სწორედ ახალგაზრდა ენერგიული პატრიარქი შიო მესამეს მიერ გაკეთებული განაცხადი. ეს აზრი დიდი ხანია ტრიალებს ქართულ საზოგადოებრივობაში და დიდი ხანია ქართული საზოგადოება ელოდა და ველით. დიახ, ეს მთლიანი ქართული პატრიოტული ნაწილის აზრი გამოთქვა, პატრიარქის პირით იქნა დასმული ეს საკითხი. დიახ. აც განსვენებული ღვაწლისული ილია მეორე თავისთავად ხცოვანებაში იყო შესული და ისეთი აქტიური ბუნებრივია ვეღარ იქნებოდა და ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ ეს სიტყვები თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე მნიშვნელობით, რამოდენიმე საპროგრამო მიმართულებით. რატო საპროგრამო მიმართულებით? ჩვენ საჭირო ნაბიჯების გადადგმაში სულ რამოდენიმე თითქოს უნიშნულო, მაგრამ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გვიშლის ხელს. ერთ-ერთი ფუნდამენტური საძირკვლის მნიშვნელობის მატარებელი დებულება, რომელიც თითოეული ქართველს ამუხრუჭებს დღეს, ეს გშველოდა ადრე, მაგრამ დღეს გვამუხრუჭებს. რა არის ეს დებულება? რა არის ესეთი
ჯადოსნური ძალის მატარებელი აზრი და სიტყვა, რაც ადრე გშველოდა, მაგრამ დღეს გვამოხურჭებს. არის ის, რომ აი ჩვენ სულ ვიქნებით და ვიქნებით. სამყაროს აღსასრულამდე, მეორედ მოსვლამდე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვერ შეგვაქვს კიდევ შესწორება არსებული ცნობიერებაში და გინდა თუ არა ეს მეორედ მოსვლა მიგვიჩნევია სამყაროს აღსასრულად, ანუ საერთოდ ისტორიის დასასრულად. აი ბოლომდე ვიქნებით ქართველო. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს გავუძლებთ, ყველაფერს ავიტანთ, უფალი ბიშობელი მარიამი თავის ფარველობის კალთას გადმოგვაფენს, ნუ წმინდა გიორგი დაგვიფარავს და ასე შემდეგ მოკლედ ვიქნებით და ვიქნებით. ბოლომდე ვიქნებით ხალხო. ვერაფერი ვერ შეგვეხება. როცა მტერი ყოველმხრივ იყო ხმლით, რწმენით, ძალმომრეობით, ძალადობით და შეგვეძლო ხმალ და ხმალ გავსულიყავით იმ დროის ეკონომიკა მაინც იტანდა ეს მთები, ხეობები, ციხესიმაგრეები ფარავდა, გვიცავდა ეს გრძელდებოდა არაერთი საუკუნე, არამედ ათასობით წელი. მაშინ ასეთი სულიერი რწმენა, რომ მე მაინც გავიტან, მე მაინც ვიქნები ბოლომდე, სანამდესაც დედამიწა იარსებებს, ეს გშველობდა ერთმანეთს. მაშინ გვაძლიერებდა. მაშინ ეს გვაძლიერებდა, მაგრამ ეხლა ბანგის როსასრულ. დღეს გუბავს, ყველაფერს გაუძელით. ფიზიკურად ამაზე გაცლებთ მძიმე მდგომარეობაც ქონია. ნუ პირდაპირ სხდარან, მათი წარმომადგენლები პირდაპირ იყო ჩაყენებული უზარმაზარი არმიები და ბოლოს და ბოლოს დედაწულიანად მოდიოდნენ და საძოვრებად იყო ქცეული, თუ კი სადმე თამარში ველმინდორი იყო. და უკიდურეს ღრმა ხეობებში თუ იყო გადარჩენილი ჩვენი წინაპრობა. ხო, იმასაც გაუძელით. და სასწაულია საქართველო, ქართული ცნობიერება რომ არსებობს, ეს არის დედამიწის სასწაული. ამაზე რამოდენიმე სიტყვით გვაქვს ნათქვამი, ამის შენიშვნა შენიშნეს მიცაჯიროა, იციან, ხედავენ ამასაც, მაგრამ აი ამ გლობალიზაციას ჩვენ ვერ გავუძლებთ. გლობალიზაცია როგორც ასეთი, რაც შემოვიდა ხმლის გარეშე, ტანკების და რაკეტების გარეშე. ამას ვეღარ გავუძლებთ. ჩვენ ბოლომდე ვერ მივართ. აი ეს გითხრა ახალგაზრდა პატრიარქმა ღიად, გასაგებად. და აღნიშნა რომ შემოდიან, შემოაქვთ თავიანთი რწმენა. ეს პირდაპირ ეხება, ვინ შემოდის, ვისაც იყიდება სამშობლო, ვითვისაც ქალაქები უნდა აშენდეს. არაბიზაცია დავარქვით ამას ეს ფრთიანი სახელდებით. კი, შემოვლენ, შემოდიან, მოიტანენ სხვა რწმენას, შემოვლენ, გამრავლდებიან და ჩვენ უმცირესობაში გადავართ. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქართველი ერი აღარ იქნება მასპინძელი. საქართველო აღარ იქნება ქართველების, ეს იქნება სახელმწიფო ქვეყანა დემოგრაფია შეცვლილი. დიდი ხანი არ არის გასული, რაც სოციალურ წელში ესეც ტრიალებს, ერთ-ერთი ებრაელი ამბობს, რომ იქნება ახალი საქართველოს მშენებლობა. სადაც კანისფერს მნიშვნელობა არ ექნებაო. ეს აბსოლუტური რეალობაა. და სწორედ ამას შეეხო. ერთ-ერთი ყველა და ძლიერი ფუნდამენტის, თავარი ამ შემთხვევაში და სადღეისოდ თავარი ფუნდამენტის წარმომადგენელი, პირველი პირი. ჩვენი ქართული სულიერების პირველი პირი. შიომესა, ამ საკითხს შეეხო. და გვჭირდება კანონები. ჩვენ ისე გვაქვს გართულებული მდგომარეობა, რომ ჩვენ კანონები გვჭირდება საერო ყოფაში, საჭიროა საჭირო კანონების მიღება. ეს ეხება რა თქმა უნდა აბორტის საკითხს, რაც ყველას ეხება ერთდროულად, აქ არაა მარტო მართლმადიდებელს ლაპარაკი. ყველა რწმენის წარმომადგენლისთვის, აქ ისლამის წარმომადგენელია, იუდაიზმის წარმომადგენელი, კათოლიკია, მართლმადიდებელი. ყველა ძირძველი რელიგია განიხილავს ამ საკითხს როგორც მკვლელობას. ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. სწორედ იმ კანონების
ქვეყნის გადარჩენისათვის საჭირო საქმის გაკეთებაში ეს ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს. ხო. შეერხვა ამ საკითხს და მოყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხელისუფლების რეაქცია. მეორე დღესვე არ დააყოვნა. რატომ მაინც ხელისუფლების რეაქცია მნიშვნელოვანი? გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი მეორე დღესვე და თქვა, რომ კი, პატრიარქი სწორედ ის არის, რომ ამგვარი რამეების ნეობრივი საკითხებზე და ასე შემდეგ ეს უნდა ელაპარაკოს ხალხს. გასაგებია, ეკლესიის როლი ეგ არის. მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები არ იგეგმება. ვის მიმართ ამ შემთხვევაში საინტერესო პატაკი ჩააბარა. ვის ჩააბარა პატაკი? ვინ გაახარა ამ შემთხვევაში? აი ამ კონკრეტულად ამ ჩვენმა ხელისუფლებამ. აი საკითხავი ეს არის. ვინ გაახარა? ვისთვის უნდათ ნეიტრალიტეტი, ანუ სწორი გზა საგარეო პოლიტიკაში. თქვი რომ ამაზე რთული პერიოდებიც ქონია, იმათი პირდაპირ წარმომადგენლები იჯდნენ აქ, რომელიც განაგებდნენ და მართავდნენ ქვეყანას. აქ ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს ქართულმა გვარსახელებმა. ესენი იგივე წარმომადგენლები არიან. ჯერ ამ ქართული გვარსახელების უკან ვინდგანან ეგ ცალკე თემაა და მაგას ჩვენ ალბათ ვერ გამოვიყურებთ და ვერც დავადგენთ ნამდვილ წარმომავლობას. და მეორეც ეთნიკურად სუფთა ქართველიც რომ იყოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ისტორიაში ვიცით ქართველები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ჩვენს მოსისხლე მტრებთან და მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხო? იგივე წარმომადგენლები არიან. მათ დავალებას ასრულებენ. მათ სასარგებლო საქმიანობას ეწევიან. მათ ინტერესებს ატარებენ და არა ქართველი ერის ინტერესებს. რა თქმა უნდა. აქ ორი მხრივ მოხდა შეტევის განხორციელება. ერთი მხრივ სწრაფად შეეცადნენ, რომ ეს ეთნო-კონფლიქტური ხასიათში გადაეზარდათ და აბა ქართველებს კიდათ გამრავლება და მაშინ აქ საქართველო მრავალეროვანი ქვეყანა, მრავალი თანამოძმე გვყავს ისტორიული ასეულობით, მრავალი ასეული ათასობით წელი ერთად მოვდივართ. გულისხმობთ სომხებს, გულისხმობთ აზერბაიჯანელებს, გულისხმობთ ოსებს და ასე შემდეგ არის ეს მოცემულობა გაგვაჩნია და ყველასთვის ღიად უნდა ითქვას ხალხო, რომ საქართველოს ქართველი ერის წაქცევა თანამოძმე თანამცხოვრებლებს რომ უთხრათ ქართველი ერის წაქცევას, როცა ეს მასოვნურ კოსმოპოლიტური გეგმავენ და ახორციელებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ამ ჩვენი თანამოძმეებისთვის არ დატოვებენ საცხოვრებელს აქ. მთავარია ქართველი წააქციონ და დანარჩენისგან გაწმენდა მათთვის გაცლებითი ოლი იქნება. ეს რო ვიცოდეთ, ეს არის როგორ ვთქვა, აქსიომატური მოცემულობა, რომელსაც მტკიცება არ ჭირდება. ეს ერთი მთავარი საკითხი. საქართველოს ტერიტორია ჭირდება სხვა მიზნებისთვის, სხვა ვინმესთვის არის გაწვილი და აქ არც ქართველის ყოფნა და გამრავლება მათ გეგმაში, არც იმ აზერბაიჯანელის, არც იმ სომეხის, რომელიც ჩვენი თანამოძმეები არიან და წლების და საუკუნეების განმავლობაში ერთად თანამშრომლობას ვეწევთ. მეორე საკითხი. თანამედროვებამ წარმოქმნა გარკვეული რიგის პრობლემები, გარკვეული სახის დაავადება, უნდა ესე ჩავთვალოთ და ეს დაავადება სხვადასხვა დონით და სიძლიერით მოქმედებს სხვადასხვა ხალხებზე, არც ეს არის დასამალი და დასაფარი. თანამედროვეობამ განსაკუთრებით ჩვენ დაგვარტყა იმით, რომ ჩვენ დემოგრაფია გაგვინადგურდა და მცირდებით. მაგალითად, ჩვენი მეზობელი ძმები, აზერბაიჯანელები ეს პრობლემა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველებს გაგვაჩნია. ამიტომ ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენი არსებობის პრობლემაა. ჩვენ ეს საკითხი ვარ გადასაწყვეტ, აქაც დასამალი და დასაფარი არაფერი. მოხდა ისე, რომ ამ კოსმოპოლიტურ მასონურმა აზროვნებამ, ეკონომიკამ, იდეოლოგიამ განსაკუთრებით ცუდად იმუშავა ქართველებზე, ჩვენზე და ჩვენ მცირდებით. ამას აქ
მთელი რიგი ასპექტები ახლა თითოეულის ჩამოთვლას არ დავიწყებ. ამიტომ ჩვენ რომ გადავრჩეთ და ვიყოთ გარკვეული ზომების გატარება გვჭირდება და დაგჭირდება აუცილებლად. ეს არც საუხერხულო თემა არის, არც ვინმესთვის დასამალია და პირიქით. ამაში როგორ დაგვიდგებია ჩვენ ერს და ჩვენ დემოგრაფიას მივხედოთ ეს არაფრით არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. აზერბაიჯნელმა როგორ შეიძლება ვინმეს წინააღმდეგ იყოს მიმართული აზერბაიჯნელმა აზერბაიჯანში უნდა მიხედოს თუ ეს პრობლემა წარმოექმნება აუცილებლად უნდა მიხედოს და თუ მეგობრობა და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება და სამეზობლო ურთიერთობა ჭეშმარიტი კეთილმეზობლური ურთიერთობა მაშინ ქართველს უნდა მიხაროდეს რომ აზერბაიჯნელს თუ ეს პრობლემა აქვს საკუთარ ქვეყანაში რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა დაიწყო და ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება წარმატება იგივეს ვიტყვი სომხებზე სომხეთს თუ ეს პრობლემა აქვს და არა და ვფიქრობ რომ აქ ერთნაირი პრობლემები გვაქვს დაგროვილი და ამ პრობლემის გადაწყვეტა თუ დაიწყო და აქ წარმატებები ჩვენ უნდა გაგვიხარდეს ეს კარგად უნდა გავიგოთ აქ არავით არის არა რა ეთნიკური დაპირისპირებები და რა არის აქ საუცხოა შესაშფოთებელი ყველა ვიცით ეს ციფრები დამალული დაფარული არ არის ქართველობა მცირდება სიკვდილიანობა მეტია ვიდრე შობადობა და მიგრაციება კატასტროფული ამ პირობებში ჩვენ გავხრებით და ჩვენ რაღაც ზომები უნდა მივიღოთ აუცილებლად უნდა მივიღოთ და ვის წინს ეს და ვისაც მაშინ ის არ ყოფილა ჩვენი მეგობარი მეზობელი ვიდრე ვინც ამ საქმეში მხარს გვიჭერს აი ესაა ჩვენი მეგობარი მეზობელი სწორედ ეს მეორე საკითხი ქართველების გამრავლება არ ნიშნავს იმას რომ ისტორიის მანძილზე ჩვენთან თანამცხოვრები უნდა შევავიწროთ და უნდა დავჩაგროთ თუ ასე შემდეგ არც ერთ შემთხვევაში ახალი ცნობიერება ახალი სიტყვა გვეუბნება რომ თუ მასპინძელი და არა და მასპინძელი საქართველოში და მართველი უნდა იყოს ქართველი თავისთავად ცხადია აქ ქართულმა უფრო კარგად იცის ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ვეძახით საუცხოოს უცხოსთვის გადადებულს სტუმარს გაცილებით მეტ პატივს მივაგებ ვიდრე საკუთარ ოჯახის წევრებს საკუთარ თავს ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით გენეტიკურად რომ თუ სტუმარია მას ყოველხრივ უნდა ვოებსახუროთ და ფიანდაზად უნდა დაუგოთ ყოველივე არა თუ შევავიწროთ ან ასე შემდეგ არა პირიქით ამიტომ ახალი სიტყვა, ახალი ცნობიერება, ახალი სისტემა ეს ფორმაციულად გადაწყდება და დალაგდება და თავის ფორმას და შინაარს შეიძენს სამომავლოდ არა თუ შევიწროებ, არამედ მათი ჭეშმარიტი დამცველი იქნება მასპინძელი ქართველი ერი. დიახ და ეს სხვათა შორის ჩემოჯემალი რო გამიწდა სიტყვა სხვათა შორის ბუნებრივად ძირითადად ქართველი ასეთიც იყო. ავიღოთ თუნდაც გავლილი პოსტსაბჭოთა პერიოდი და ეპოქა. ეს როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა, დაიგეგმა და დიდი იმპერიის დაქცევის საკითხები გადაწყდა, მაშინ დაიგეგმა ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების ხელოვნურად გაღვივება თითი და გამოწვეული პრობლემების დიდ პრობლემად გადაქცევა ამაში მთელი პოლიტიკა იყო ჩადებული, რომ ეს ასე მომხდარიყო. მაგრამ სინამდვილეში მთელი ეს პერიოდები საქართველოში თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს, თითოეულ ერის წარმომადგენლებს შეექმნათ ძალიან კარგი პირობები. საკუთარი კულტურის გაცნობის, საკუთარი ხელოვნების შენარჩუნებისა და განვითარების ძალიან კარგი ბაზისი იყო შექმნილი საქართველოს სინამდვილეში, რასაც ვერ ვიტყვით სხვათა შორის სხვა რესპუბლიკებზე. ეს ხო იყო კომუნისტური ინტერნაციონალური იმპერია რა, საბჭოთა კავშირი. სადაც ლოზუნგი ასეთი იყო, რომ პროლეტარის სამშობლო არ აქვს, პროლეტარის სამშობლო არის იქ, სადაც კლასობრივი საკითხები გადაწყვეტილი, სადაც პროლეტარი იქნება მმართველი. იქ არავით არ ერზე არ იყო ლაპარაკი. მაგრამ გადაწყდა სტალინის მეოხებით, რომ მოკლედ ეროვნული საკითხის გადაწყდა და ასე შემდეგ, მაგრამ კომუნისტური ინტერნაციონალის პრინციპები ძალიან ბევრგან არ ტარდებოდა ისე როგორც საჭიროებოდა. საქართველოში კარგად იყო დაცული ყველა ეთნიკური უმცირესობები და დიდ პატივსაც მივაგებდით.
ამიტომ ის რომ ქართველი თავის გამრავლებაზე და თავის გადარჩენაზე იფიქრებს ვიღაცისთვის აკმაცხოვრებელი ჩვენი ძირძველი თანამოძმესთვის ეს რაღაც საფრთხის შემცველია თითიდან გამოწვეული საკითხია და პირიქით როცა ქართველი იქნება მასპინძელი აქ მაშინ ამ შემოსახლებულ ისტორიის და გამომდინარე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსაც დამცველი ეყოლებათ მაგრამ თუ ქართველებს მოსპობენ და კოსმოპოლიტური ქალაქები აშენდება არც ერთ მათგანს აქ არ გააჩერებენ და არ დაუტოვებენ მასპინძლის სტატუსი სხვამ გადაიბარა და აი კოსმოპოლიტურმა ძალამ რომელიც უკვე წინასწარ გვეუბნება რომ ახალი საქართველოს შენდება სადაც კანის ფერს აღარ ექნება მნიშვნელობა ესე იგი მოხდება საქართველოში გაკეთება ერების აღრევის გარკვეული ოაზისი ჩამოვლენ უცხოელი მილიონერი მილიარდელები და ეს მათ სამოთხედ გადაიქცევა არც ერთი რიგითი ამ ჩვენი თანამოძმის ადგილი აქ აღარ იქნება ამ თემაზე რომ ბევრი არ გავაგრძელო ესეც მარტივად გასაგებია მაგრამ აქ არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ხელისუფლებამ რა პოზიცია გამოხატა ხელისუფლებამ გამოხატა ის პოზიცია რომ კი ბატონო ილაპარაკონ არავითარ საბას სხვა რა უნდა გააკეთოს ბოლოს და ბოლოს ეკლესიაა და ესე ძნებრივ საკითხებს უნდა შეეღოს მაგრამ რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე ცვლილებას არ იქნება ფორმაცია რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ეს ფორმაცია კანონებით არის გამკვიდრებული და ჩვენ თუ გადარჩენა გვინდა ქართველი ერის გადარჩენა გვინდა ეს კანონები გვაქვს შესაძლებელი ეს თქვა შიო პატრიარქმა ამ ხელისუფლებამ მეორე დღესვე სასწრაფოდ მისცა რეაქცია და ბატონებს გაუგზავნა გზავნილი იქ ზევით სადაც ჯერ არის გაუგზავნა გზავნილი მართალია ეს ახალი პატრიარქი ამას ამბობს მაგრამ ჩვენ ამ გზით არ წავალთ ჩვენ ვართ იმ გზის ერთგული რა გზაზეც დავაყენეთ ყველა ის კანონი რაც მიღებული გვაქვს თლიანობაში რაც იმას იწევს რომ ხდება უთოფოდ საქართველოს განქართველება ამას არ შევცვლით ამ კანონებს ჩვენ არ შევცვლით ამათ ილაპარაკონ ბოდიში დიდი ბოდიში ძაღლიკებს და ქარავანი მიდისო რა აი ქარავანი ვარ ჩვენ კურსი განსაზღვრული გვაქვს ეს არ შეიცვლება ვის გაუგზავნა ეს გზავნილი ხელისუფლებმა ჩვენ ასე ვფიქრობთ რომ თითქოს ხელისუფლება ყოველთვის ზრუნავს ხმებზია რა საზოგადოების უმრავლესობა რასაც ემხრობა ცდილობს რომ სწორად ის კუთხე დაიჭიროს რომ ბევრი ხმები მიიღოს მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ თავის ხმების დამაზიანებელ ნაბიჯებს დგავს იმიტომ რომ ამისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაუმტკიცოს იმათ ერთგულებას საიდანაც მოდის ხელისუფალი რატომ არის ასეთი დიდი მიბმულობა ბოლოს და ბოლოს ისინი წყვეტენ ესენი იყვნენ თუ არა და არა ქართველი ხალხი ხო და მაინც რა არის ძაფი და საცეცი რითაც ისინი წყვეტენ ამათა ყოფნას რით იყავს დაჭერილი და გამოჭერილი საკითხავია ეს აი ეს არის სწორედ პირველ რიგში ფულით ანგარიშებით გაგიყინავ და გასააქცირებ შენ ფულით ხარ აღსევებული და ფულით თუ არ გექნება ქუჩაში ხელსაც არავინ ჩამოგართმევს ეს ერთი კიდევ არის სხვა საკითხები რითაც ყავ დაგმული მოკლედ სასტრაფო წესით ქართულმა ოცნებამ პატაკი ჩააბარა საერთაშორისო კოსმოპოლიტურ გამოუცხადებელ მთავრობას სიონისტურ მთავრობას არა ხალხო ამად რაც უნდა ილაპარაკონ ილაპარაკონ მაგრამ ჩვენ ამ არჩეულ კურსს და გეს არ შევცვლით ვართ თქვენი ერთგულები ეგრევე გაემიჯნა ასევე გაემიჯნა ამიტომ ეს ძალიან ხაზგასასმელია რომ იმ ბურუსიდან იმ ცრუ შეხედულებებიდან და ცრუ რწმენიდან ცრუ პოლიტიკური არასწორი აზროვნებიდან ვარ გამოსასვლელები იმიტომ რომ ვიღაცას გონია რომ ქართული ოცნება მართლა ქართველის ოცნება ჯერ კიდევ არიან ამ ბურუსიდან დროით უნდა გამოვიდეთ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ну როგორ აი რაღაცა სინამდვილე ამის გამომავლინებელი და 5 წლის წინ რო გეთქვა 10 წლის წინ ჩვენ ფაქტურად იგივეს ვამობთ დღეს რასაც მაშინ ვამობდით იმიტომ რომ ახალი ცნობიერებიდან და ახალი სიმაღლიდან ეს ყველაფერი ადრევე ჩანდა ჩვენ სხვებზე ჭკვიანები კი არ ვართ ჩვენ სხვებზე მეტი
ინფორმაცივი კი არ მოგდის. ყველაზე მეტი ინფორმაციას კრებს უშიშროების სპეცსამსახურები, ხო? სოფლიოში გავნეული. მაგრამ ჩვენ ახალი აზროვნების, ახალი სიტყვიდან გამომდინარე უყურებთ მოვლენებს და ამიტომ ჩვენთვის რასაც დღეს ვლაპარაკობთ, ადრეც იგივე ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა დროში ხდება გამოვლინება ამ ყველაფრის და ისიც გამოვლინდა. ასე გავიცნობიერეთ, რომ საქართველოს შევიდა ყველაზე რთულ ფაზაში. მსგავსი კრავისა, მაგრამ იზრახვის როგორც ურჩხული. ესე იგი, დამოუკიდებლობის დღეს რომ აღინიშნა 26 მაისი. რა იყო ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი, რასაც ხელისუფალი ყოველხრივ ხაზს უსვამდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს არსებობისთვის, ეკლესიას, ჩვენ რწმენას. ილია მეორეს დიდი ღვაწლი ჰქონდა დამოუკიდებლობის საკითხების გადაწყვეტაში და მოპოვებაში, გამსახურდიას, კოსტავას, იქვე ბიძინა ივანიშვილის სურათი ძედვე ჩართეს, ხო? რატო? იმიტომ რომ ხელისუფალი ეყრდნობა მაინც მასას. მასად განვიხილებთ. ერი ამ შემთხვევაში მასად განიხილება. ერთში რწმენაა ძლიერი. ხედავთ რომ რწმენა მაინც ძლიერია. ბევრი მისდევს. ამიტომ ამ რწმენასთან უნდა დააკავშიროს თავისი თავი, რომ გარკვეულწილად საყრდენი ჰქონდეს. არადა ილია მეორეს სიტყვებია, რომ არც მე მაქვს უფლება საქართველოს გაყიდვის, რას ნიშნავს საქართველოს გაყიდვა, საქართველოს მიწაწვლის გაყიდვა. როგორ უნდა გავიგოთ? არის ერთი პირდაპირ გაყიდვა, რომ ხო აი პირდაპირ უცხოელს ადგა და მიხიდა მიწა, დაუთმო საზღვარი, გადასცა, გარეჯი, გადასცა, მიყიდა. და არის მეორე, იგივე გაყიდვა, ქალაქს აშენებინებს, შემოასახლა, აქ ცხოვრების ბინადრობის უფლება მისცა, კარი გაუღო, $100,000 გაყიდა, $500,000 გაყიდა, რომ აქ მოვიდეს, შემოვიდეს, დამკვიდრდეს, კორპუსი იყიდოს და ასე შემდეგ, ქონება შეიძინოს. აი ამის გაკეთების უფლება არც მე მაქვს, არც პრეზიდენტს, არც მეფეს არავის არ აქვს და დაიცავით საქართველო. ილია მეორემ ეს დევიზი დაგვიტოვა. ამის საწინააღმდეგოს აკეთებს ხელისუფალი, ხო პირდაპირ გამშხავდა, როგორც კი დევიზი კი დღეს უკვე ანდერძია. ხო, ეს არის დიახ ანდერძი დატოვებული და ილია მეორეს იფარებენ. ენა მამული სარწმუნოებაა. ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურდა ბანკი, იმიტომ შექმნა, რომ გაღატაკებული თავადაზნაურობა იდგა და თავის მიზნებს აგირავდა და გადადიოდა სხვა ეთნიკური შემადგენლობის და წარმომადგენლობის ხელში, იკარგებოდა მთელი საქართველო. იყიდება საქართველო. სამი ღვთაებრივი საუჯად შემოგჭა წინაპრებისგან, ხო ვიცით ყველა. აი ამ ყველაფერს ერთად აერთებს რწმენას, იმას, ამას მართლაც გამოკვეთილი ძალიან დიდი ერის წინაშე უზარმაზარი დამსახურების ადამიანების რა თქმა უნდა, ყველაფერს ეფარება ის, რომელიც პირდაპირ ღიად ყიდის. და თუ ეს პროცესი გაჩნდა არა ჩვენი ვაჟკაცობით, არამედ იმიტომ, რომ სოფლიოში ხდება რაღაც ისეთი, რომ ჩვენთვის ვერ იცლია. დაბომბა წავიდა იმ ფულის ტომრების ადგილების, გაერთიანებული ემირატების და ასე შემდეგ დიდი გადანაწილება მიდის და აქ ჩვენთვის ჯერ ვერ მოუცლიათ. იმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველები როგორ არის დავარდნილი, როგორ არის სულიერად დაჩაჩანაკებული და ბოდიშით და ხო, თითო სასტუმრო და კიდე რა არის და სიძო და მთელი უბედურობა ტრიალებს მოყოლებული ზღვისპირეთიდან და დედაქალაქით და ასე შემდეგ. ეს იმათ ძალიან კარგად იციან, კაზინოების და ბორდელების ქვეყნადაა გადაქცეული. და რა თქმა უნდა, გადავშენდებით თუ ჩვენ ბოროტებისთვის დაგდებას არ დავიწყებთ და ჩვენ დემოგრაფიას არ მივხედავთ და დემოგრაფიას ვერ მივხედავთ თუ ბოროტებისთვის დაგდება არ დავიწყებთ. ამაშია საქმე. და ჩვენთან ერთად ჩვენი თანამოძმეები, ვინც აქ ჩვენთან ცხოვრობენ ისტორიულად,
ხო? ყველა კეთილინების ადამიანი მხარში უნდა დაგვიდგეს ამ საკითხში. ბოროტების გზის დაგდებაში. საკითხი პოლიტიკურად წდება, იმდენადაა გართულებული, პოლიტიკურმა ნაწილმა იმდენად დაბალი ხარისხი, რბილად ვიტყვი კიდევ, აჩვენა მოცემულობის წინაშე. Უკვე სულიერი მხარე ხდება იძულებული, რომ ჩაერთოს ამ პოლიტიკურ სარბიელში. ეს ძალიან რთული გზაა. აღარ გავიწყებთ ახლა შევლებას, რატოა ეს რთული გზა და რა საფრთხეებს შეიცავს. მაგრამ იძულებული ხდება, რომ ხმა ამოიღოს. ოფიციალური თვალსაზრისით პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს, პოლიტიკა და ეკლესია გამიჯნულია, სეკულარული ქვეყანა ვართ ჩვენ. მაგრამ როდესაც აშკარაა და ნათელია, რომ ამ დემოგრაფიული მდგომარეობით ჩვენ გავხრებით, ხო ხმას იღებს. მაგრამ ხელისუფალი მაშინვე პატაკს აბარებს იქ გარეთ. არა, ამზას არ გავყვებით. ილაპარაკოს არა უჭირს მე რაღაც. ჩვენ ამ კურსს არ შევცვლით. და რა ვქნათ, ამიტომ კითხვა ისმის, რა ვქნათ, ესე დაბალ ხარისხში დარჩეს პოლიტიკური ნაწილი, დავრჩეთ. ახლა ბევრი გამოდის და მჭიხს იცემს გულში, როგორ უყვარს საქართველო. თუ ცეცხლი დაენთებაო საქართველოს დასაწვავად მე მზად ვარ, რომ გადავეშვა იმ ცეცხლშიო და თავი დავიწვაო. შევეწირო საქართველოს. ჩდებიან ასეთი ახალგაზრდებით, ასეთი პათოსით შემოვიდა. კი ბატონო, კარგია ეს პათოსი, მაგრამ ცალკერძობით რო არ გამოდის ეს საქმე, ეს ხო ცხადზე უცხადესია. ჩვენ ერთად ჩადგომა არ მოითხოვება ჩვენ. არ მოითხოვება, ხო, არ მოითხოვება, შვიდობიანად მოითხოვება საკითხის გადაწყვეტა და რატო იქაჩებით, იქიდანაც არ არის საჭირო, არ მოითხოვება ჩვენია. ხო, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ვერ გამოიკვეთა ის, ვერ მოვწიფთა ის შინაგანად, ვერ მოვწიფთით იმ დონეზე, ვერ ავმაღლით, რომ რამდენი შეგვიძლია თითოეულმა დაჯგუფება მოვიკრიბოთ. რაც არ უნდა ძლავრი სახელი დავარქვათ ჩვენ წამოწყებას, ძლავრი, კარგი, აი ჯანსაღი სახელწოდება უწოდოთ, 300 კაცი, 400 კაცი, 4000 ადამიანი, 40000 ადამიანი, მეც ხო ვერ მოვიკრებთ. ეს არ ეყოფა. და არ ჩდება ის, რომ ჩვენ აუცილებელია, რომ ერთად მოვიკრიბოთ, ერთად მოვუკრიბოთ ჩვენი ძალები. ხო, ის რაღაც არავის არ აძლევს ასეთ ძალმოსილებას, რომ ერთმა ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. ის რაღაც, რასაც ვერ ხედავთ, ჩვენგან მოითხოვს შეკვლას, შეკავშირებას, სწორე მიმართულებით. ერის გადასარჩენად, დიახ. სულიერმა წინამძღვარმა წამოაყენა უკვე ეს თეზისია, პატარა საკითხი არ არის. საჭირო არის საკანონმდებლო ცვლილებები. კი, ესე იგი პოლიტიკურად არის საკითხი გადასაწყვეტი და რა აშრება პოლიტიკური ნაწილი? არ იგრძნობა, რომ ერის გადასარჩენად ერთიანი რაღაც მაინც შევიმუშავოთ, თუნდაც ძალიან მარტივი, რაზეც შეიძლება შევჯერდეთ და ერთიანი ხაზით გამოვიდეთ. ეს არ იგრძნობა. ხა თითოეული თავი პარტიული პროპაგანდას ეწევა მეტნაკლები წარმატებით, ეს არ შეცვლის და ვერ შეცვლის ქვეყანაში მდგომარეობას. მივესალმებით ასეთ შემოძახილს სულიერი მესაჯის მხრიდან. აბორტი, რა თქმა უნდა, მკვლელობაა და იგი უნდა იყოს აკრძალული, თუ ქრისტიანული ქვეყანა ხარ, თუ მორალური ქვეყანა ხარ, უნდა იყოს აკრძალული. და ამას კიდევ უნდა მოყოს სხვა ღონისძიებები, რაც ეს გადაარჩენს. ეს საკითხები კომპლექსურად თუ არ იქნა განხილული და დაგეგმილი, მარტო ის, რომ ასე ვთქვათ, ხელოვნურად გამოვიწვიოთ შობადობის გაზრდა, კი, რა თქმა უნდა, მე იმ ბავშვებს გაზრდა ჭირდება. ხო, რა თქმა უნდა. შესაბამისი კვება ჭირდება, ყურადღება ჭირდება, წამალი ჭირდება, თუ ის ახალგაზრდობა ვერ იქნება ჯანმრთელი, ვერ მიიღებს იმას, რაც ჭირდება, ხო, კვებით იქნება თუ სხვა. მაშინ აზრი არ ექნება ამ ყველაფერს. ამიტომ სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა მიუდგეს
დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საკითხს და ამის ნაცვლად ამ სახელმწიფოს საჭიროებო პრობლემები დგამენ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ვიღაცამ პასუხი მოსთხოვათ, თქვენც ასე ფიქრობთ? და აი ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, ხო? შეეძლოთ წაეყრუებინათ, ვითომ არაფერი გაეტარებინათ. მაგრამ რაღაცის გამო იძულებული გახდნენ, რომ მეორე მესამე დღესვე გამოვიდნენ და არა, ჩვენ მაგაზრზე არ ვართ, ხო, და აფიქსიეს თავისი პოზიცია. ამან ძალიან ბევრ ადამიანში საქართველოს მოსახლეობის აი პატრიოტულად განწყობილ ნაწილში ძალიან დაუკარგათ, ხო? ქულები დაუკარგათ. ამათ ეს გათვლა რა თქმა უნდა ქონდათ, რომ ეს იყო არაპოპულარული ნაბიჯი. მაგრამ რაღაცის გამო გააკეთეს ეს. ეს იყო იმ ერთგულების დამტკიცება და შეფიცვა. აი deep state-თან მებრძოლი რაინდები ამით ერთგულებას უკიცებენ სინამდვილეში იმ deep state-ს, ხო? Deep state-ს უკიცებენ ერთგულებას. აი ესეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. ეს რეალობა ჯერჯერობით არ იცვლება. ხო. ნუ ახლა გარეთ რა ხდება რა საგარეო მდგომარეობასაც მოკლედ რომ შევეხოთ. ყოფნა არ ყოფნის საკითხები არ იხსნება, ვერ მოიხსნება, სანამ ერთი რომელიმე ქვეყანა მაინც არ დაიწყებს ჭეშმარიტად იმ ახლისკენ სვლას, ბოროტების ძის დაგდებას, სიმბოლურად რო ვთქვათ, ანუ ახალ ფორმაციის საფუძვლებზე გადასვლას, სადღეისოდ მაინც მიუხედავად მრავალი ჰუმანისტური მიმართულებებისა, ასევე ახასიათებს ადამიანის ცხოვრებას და მეტადრე არსებულ თანამედროვეობას, არც ამის დაუნახაობა იქნება სწორე, მაინც მამოძრავებელი ძალა არის უარყოფითი. მოკვლის შიში, მიტაცება, აი სხვამ რო არ მიიტაცოს, სხვამ რომ არ გამანადგუროს და აი ამაზე აგებული ეს გვამოძრავებს. ეს იმპულსების შეცვლა, მამოძრავებელი ძალა, განვითარების მამოძრავებელი ძალა, ცხოველური ჯუნგლის პრინციპებიდან კი არ უნდა ამოდიოდეს, ადამიანური საზოგადოება ადამიანად რო შევდგეთ, სხვა იმპულსები უნდა გვამოძრავებდეს. ეს ძალიან რთული საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ფორმაციულად უნდა დაიწყოს ნელა ამოძრავება. მანამ ეს საკითხები არ წამოიწევს წინ, კაცობრიობა ვერ იტყვის, რომ ფონს გავიდა. ადამიანი ვერ იტყვის, რომ გადავრჩი, იმიტომ რომ ჟამია. ესეთი მოცემულობა, ასეთი დროა. რა ადასტურებს. სულ რამოდენიმე დღის წინ რუსეთმა თითქოს დაასრულა, მაგრამ ალბათ არც დაუსრულებია. სოფლიოს დასანახად, დასავლეთის პირველ რიგში რა თქმა უნდა საყურადღებოდ ბირთვული წვრთნები ჩაატარა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საშტაბო წვრთნები და თითო რაკეტის გაშვება ხშირად ხდებოდა, ეს გეგმიურია ამაფენ, მაგრამ აი ამ წვრთნების მახასიათებელი რა იყო? ღიად გამოიტანეს, აჩვენეს და ადასტურეს ტაქტიკური ატომური ბირთვული ქობინები, განათავსეს ტაქტიკურ ნიმტან სისტემებზე. ღიად. ესე იგი მას შემდეგ რაც ცივი ომი, ჯერ ცივი ომის დროს ველაგდებოდა ეს საკითხები და მით უმეტეს როცა დამთავრდა, მით უმეტეს ტაქტიკური ბირთვული არსენალი სპეციალურ შესანახ საწყობებში იყო გადატანილი. იმისათვის რომ ქვეყანა მოემზადოს ბირთვული ომისთვის, საჭიროა თავისთავად ამ დიდი განმარტება არ უნდა რომ გამოტანილი იქნას ეს იერარქი და განთავსდეს, ეს არ არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი საშუალება, ამიტომ ამას სხვანაირი მოვლა ჭირდება, სხვანაირი მოფრთხილება ჭირდება, გასაგებია, ხო? აი იმისათვის რომ დარწმუნდეს დასავლეთი, რაზეა წამსვლელი ჩრდილოეთი, გამოიტანა და ჩაალაგა. რის ფონზე ხდება? იმ ფონზე ხდება, რომ სულ უფრო ზურგი ფაქტიურად აღარ არის. იმ შიშორეზე ურტავს უკრაინა, ევროპის და დასავლეთის დახმარებით, ზურგი ფაქტიურად აღარ არის. ესე იგი, რაც მეტად გამწვავდება დასავლეთისგან ეს ომი, მით მეტად მწვავე ხასიათს მიიღებს და სულ უფრო და უფრო ბატონი აკაკის სიტყვები გვახსენდება. რაც მეტად დაინახავს, რომ ალყა შემორტყმულია, ამ შემთხვევაში უნდა განიხილოს, რომ ალყის შემორტყმის არსი ეგ არის, რომ
მას ზურგი აღარ აქვს, ყველგან შეიძლება მიფრინდეს უპილოტო საფრენი აპარატი და მომარაგების ხაზები აუფეთქოს და ასე შემდეგ. არა, ომია, ხო? ვით მეტად მიუჯდება ბირთვულ არსენალს. რატო? იმიტომ რომ 9 მილიარდიანი სივრცე იარაღს თუ აისხავს, იქ 300 მილიონი ამერიკელი გლობალური კრებითი დასავლეთი 150 მილიონი რუსი ჩაულებრივი იარაღით ვერ გავა ფონს. უნდა იმართოს ბირთვულ არსენალს. რაშიც ის პირველია. ნუ კარგი, ვიღაცა შეიძლება ახლა წნის რატოა პირველი ამერიკა უნდა იყოს, მაგრამ კარგი ბატონო თუნდაც მეორე იყოს, ხო? ფაქტი ის არის, რომ ფლობს იმ პოტენციალს, რომ დედამიწის დაღუპვა შეუძლია. დედამიწის დაღუპვა შეუძლია. აი ჩვენ ამ ფაქტთან გვაქვს. ეს ფაქტები იწევს უფრო და უფრო წინ და საბრძოლო ზარყოფნაში მოიყვანა, როგორც შენ თქვი და მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მხოლოდ სასხლებზე თითის გამოუკრავა, საჭირო ეს პირობითად რო ვთქვა. თითქოს იმოქმედა, რომ ევროპა ალაპარაკდა, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთთან ჩვენც უნდა დავილაპარაკოთო. ახლა კანდიდატის შერჩევაზეა. ახლა ამ თემას ვარ გავყვეთ, როგორი კანდიდატი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებისთვის. პირველ რიგში ალბათ ის, ვინც ანტირუსული ისტორიით არაა დაკავებული. ასეთ თავის რიგებში ევროკავშირი ვერ მოძებნის, ეგაა პრობლემა. ახლა რაშია საქმე? ნუ სიძინპინთან მივიდნენ ორნი, ხო, ტრამპი, პუტინი, ეს სამი ინაწილებს მსოფლიოს. ცდილობაა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მეოთხე ევროპა ცალკე, თითქოს ევროპის გამორიცხვა უნდათ და თვითონ ევროპას განაწილების ობიექტად განიხილება. მაგრამ ეს გაერთიანებული ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ისე გაერთიანებული, როგორც ჰიტლერის ხელში იყო გაერთიანებული, როგორც ნაპოლეონის ხელში იყო გაერთიანებული, ეს მონოლითს არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც მას აქვს თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული ძველი იდეოლოგია, თავისი მმართველი ბირთვი გააჩნია და ევროპასაც უნდა მსოფლიო გადანაწილებაში თავის საკვები რუსეთთან მიმართებაში. ისი არა რომ ამერიკა და რუსეთი რას იყოფენ? ციმბირის სიმდიდრეებს? ევროპასაც უნდა. და ამერიკას თუ დიდი გასადევარი აქვს მაინც და პერსპექტივაში მოხაზული აქვს, თუმცა ვერ შეისრულა. ევროპას რაღაც უნდა რუსეთთან გარიგება. ან რა გარიგებაზე შეიძლება წავიდეს რუსეთი ამერიკასთან, ამერიკის ეკონომიკასთან, ისე როგორც იყო, მოდი ერთად ჭამოთ ეს ქვეყანა. შენც ჭამე, შენც გაიტანე. მეც ხო ჭამ, ეს ფულიც ხო შენთან აქვს წამოღებული, შენ ბანკებში დევს, ისე ძველებურად. ისევ შენი ვასალი დავრჩები. ოღონდ ჩამითვალე, რომ ეს ტერიტორიები, რაც გამოვაცხადე, რომ ჩემია, მიღიარე, რომ ჩემია. და ჯარი გაჩერდეს, ნუ გამომაწვევა ნატო. უკრაინის მიმართულებით მაინც. და დანარჩენი გავინაწილოთ. მარტო ვერ ჭამ. ეს ლაპარაკია ამერიკასთან. მაგრამ ჩინეთთან რაღაც სიტყვა და რა საუბარია. იმიტომ რომ არანაკლები მადა კაპიტალისტურ სამყაროს და კაპიტალისტურ სისტემაში ჩინეთსაც, ხო? ეს სოფლიოს საწარმოა და ნედლეულია თუ რესურსია, ყველაზე მეტად ახლა ყველაზე მეტი მომხმარებელი ჩინეთი, ამთვისებელი ამ რესურსს. შემდეგ პროდუქციად აქცევს და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ხო? აი როგორ? და ამ მსოფლიო ტაციაობაში ევროპასაც უნდა თავის. აი ეს სირთულეა. გააძლიერეს დაწოლა, სამხედრო დაწოლა გაძლიერდა. დრონების საკითხებში უდგა, ყველაფერში უდგა, რა თქმა უნდა, კოლექტიური დასავლეთი და დრონის იაფის საშუალება არ ჭირდება ამას. ტანკი და თვითმფრინავი და რაღაც, ხო? მარტივეს თანამედროვე ომის პირმშუა, ასე ვთქვათ. რომ მაღალ ეფექტური აღმოჩნდა. ხო, ამით აწვება. დაუცველია უკვე თითქმის ნებისმიერი ტერიტორია. ამიტომ რუსეთმა რა ქნა, უკვე ბირთვული საკითხი ამოწიეს. ახლა რას ფიქრობს ადამიანი? ადამიანი ფიქრობს, რომ მაქსიმალურად მივაწვევი და მაინდა-მაინც როცა უკვე თითი აუმუშავდება იქით, მე გავჩერდები. რას იზავს, ხო არ დამარტყავს. თუ დამარტყავს, მეც ხო დავარტყავ და რა სამყაროს გაქრობაზე წავა? ხო არ წავა.
რა ვიცი, იქნება არ წავიდეს. იქნებ ვერ გაბედოს და მოდი მაქსიმუმ მივაწვეთ. ეხლა ამ მიწოლიდან ამერიკა ცოტა გვერდზე გადგა. და ევროპაა წინა პლანზე გამოშვებული, რომ იქნება ამ ორ ადრევე ვთქვით. ამერიკა გავიდოდა გვერდზე, ევროპელებო ეგ თქვენი ომია, როგორც პირველი მსოფლიო, მეორე მსოფლიო, რომ რუსეთმა და ევროპა გაერთიანება ერთმანეთი ისე დააგდოს დაბლა ბირთვული კატასტროფით, რაც იქნება ბირთვული აპოკალიფსი. ჩვენ ეს ჩვენთვის იქნება. ამერიკელებისთვის მომავლის 64 საწინდარი იქნება. ის სხვა კონტინენტზე მეც გადაიდას და მე ყველაფერი თვითონ დარჩება, ჩინეთს მოუვლის როგორ მოკლე დროში. ჩინეთიც ცნობებია. ჩვენზე კარგად იცით, თვითონ ვიაკეთებენ ამ ცნობებს, რომ ინტენსიურად მუშაობს ბირთვულ საკითხზე ჩინეთი. სულ მარე 1000-ზე მეტი ქობინი ექნება სტრატეგიული მნიშვნელობის და გამშვები რაკეტები. ერთგვარი მზადება მიდის ჩინეთში ბირთვული ომისთვის. კი, ის ბუნკერების მასობრივი მშენებლობა და წამოიწყება. ესეთი ამბებია და აი ამ ფონზე ევროპას უნდა რომ რაღაც მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები კი არა, ეს არის ომის, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ეს არის ომის გაგრძელების კიდევ ერთი საბაბი, რომ და იარაღი რომ მაისხას ევროპამ, ნახევარ მილიარდიანმა ჭრელმა, მრავალფეროვანმა მასამ საბაბი მეტი ჭირდება. მოსახლეობა რა იყოლია? კი, აი მოსახლეობის ასაყოლი უფრო ესეთი შტაბის-დილება რჩება, რომ ჯერჯერობით ეს მოლაპარაკება უნდა მოსახლეობის ასაყოლიებლად, იმიტომ რომ თუ მოლაპარაკება გინდა ულტიმატუმებით არ უნდა დაიწყოს. ძროს იგებს იქამდე ვიდრე მზად იქნება დიდი ომისთვის. კი. და ამ საკითხში უნდა რომ საქართველოს ჩართოს როგორც თავის მხარე. ესე იგი საკითხს ასე უყენებს. ერთის მხრივ თითქოს ეს კარგია. ქართველს გავხარდება ალბათ რომ კალასტო პირდაპირ თქვა რომ ჩვენ მოლაპარაკებებზე არა მარტო უკრაინიდან ჯარების გაყვანას მოვთხოვთ, მოვთხოვთ მოლდავეთიდან ჯარების გაყვანასაც და მოვთხოვთ ასევე საქართველოსთან ჯარების გაყვანას. კარგია ერთის მხრივ, მაგრამ ხლა ევროკავშირის ლაპარაკზე რუსეთი საიდანმე ჯარებს გაიყვანს თუ პირიქით. ეს შემდგომი ესკალაციისთვის კეთდება. ეს შემდგომი ესკალაციისთვის კეთდება. ხელისუფალი ცდილობს გაემიჯნოს ოსტატურად. ევროპა ცდილობს საქართველოს თავის მხარეთ გამოიყვანოს ამ დიდ ომში. ომს, რომელსაც აწარმოებს, თავის მხარეთ გამოიყვანოს და მოსთხოვოს გაიყვანი აქედანაც ჯარები. და ხელისუფალი ხვდება, რომ ეს ირიბად კვლავ ამ სოფლიო მასშტაბის სამხედრო კონფრონტაციაში საქართველოს ჩართვას ნიშნავს და ემიჯნება. მაგას შვიდობა რომ უნდადეს, განა ამ ოპოზიცია შემომისევდა. ახალი ანკესი გადმოვიდა. კი, განა ამ ოპოზიცია შემომისევდა. გულწრფელი რო იყოს მაგისიო, მაშინ საქართველოს ომში ჩართვას არ მოითხოვდა. თავის დროზე რაც მოითხოვს და მართალია. აქ ორი რაღაც კეთდება. არსებული ხელისუფალით. ერთი რომ გასაგებია ძალიან პრიმიტიულ დონეზე რომ ომი ვაჭრები არიან, მილიონერები არიან და თავიანთი დახლები რატო უნდა დაიწვას არა, ფული უნდა ეთერა. რაც თავარია პირობა და პირობა შესასრულებელი. სოფლიო deep states უნდა აუშენონ აქ 64. უნდა მოუწესრიგონ და აქ რა თქმა უნდა რომ ამ დიდ დაპირისპირებაში რომელივეს მხარეთ გადაქცევა გამორიცხავს აქ 64-ის მშენებლობის პირობებს. აი ესაა ყველაზე მთავარი. ეს უფრო დიდი გეგმის ნაწილი. ეს გაცილებით დიდი გეგმის ნაწილია, რაც დაბლა მდგომმა გარე წრეში მყოფმა მასონობის და ის deep state-ის წრემა არ იციან შიგნით რა არის გადაწყვეტილი. ამათ იციან შიგნით რაცაა გადაწყვეტილი, იმას ემსახურებიან. იქაბარებენ პატაკებს, არა ქართველი აქ, ევერეი ლაპარაკოს ეკლესია, ეგ მაგის მოვალეობა. ჩვენ ამ კურსს არ შევცვლით. კი, რო აშენდეს თქვენთვის 64, ყველაფერი წინასწარ უკვე გასაგებია დალაგებული გვაქვს და კი არ ჩავერთოვით, მხარით არ ჩავხდათ. ეხლა ეს რა მდგომარეობაა ქართველის? აი სახლი გეწოდეს ხელი მოითქვეო რა. აი სახლი გეწოვა ქართველს. და თუ ცივა, შეგიძლია მიხვიდე ბოლო გამორჩენა გააკეთო, რომ ხელები მოითვა. აი იმით შეიძლება ჩვენ ხელი მოვითვოთ. თორე ემიჯნება. შენ რო კარგი გინდოდასო, ჩემთვის ადრევე არ ცდებოდი, რომ მე ომში აღმოჩენილიყავი უკრაინასთან ერთად და ამიტომ შენი არ უჯერა უბრალოდ, თუ შენ კარგი ადამიანი არ ახარო.
თან ერთდროულად უკმაყოფილებაც იგრძნობა რუსეთის მიმართ. ეხლა ამათ ესე ჩათვალეს, იმიტომ რომ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა. მართალი ამათ შიდაწრის ის კი იციან, მაგრამ ყველა ცდება. და პირველ რიგში ის შიდაწრია დამარცხებული. ვერ სვამს ტახტზე, ვერ მიყავს ისე. მსოფლიო პოლუსებათაა დაყოფილი, ვერ იქვემდებარებს. ამაშია მთელი და რა დრო გადის შეუქცევად. შეუქცევადში გადადის ეს. ახლა რა ხელისუფალს გაგიზიანება რა. ამათ წინას არ იცოდნენ, რომ შემოვიდა და კონსერვატიული ხაზი, ტრამპიზმი. რუსეთი წაიწევდა წინ და ერთ ხაზად დაუშვათ რუსეთისთვისაც რაღაც გამოიყოფოდა. იქ და ევროპა გადაინაცვლებდა კიდე უფრო უკანა პლანზე, იმიტომ რომ ყველაზე წინ იყო ევროპა, გაერთიანება ევროპაზე ლოცვა მიდიოდა, ეს უკან გადაინაცვლებდა. შემოვიდა ტრამპიზმი, კონსერვატიზმი. ამიტომ მხოლოდ ნაცი არ ვარგოდა და ნაცი არ ვარგოდა ეს უკვე აღარ ჭრიდა და საჭირო იყო ასეთი როლის თამაში. საერთოდ ეს არის კარგი როლი, კარგი სამსახიობო როლი. დავითი როგორ ამარცხებს გოლიათს. როცა ამ როლს თამაშობს და ყურადღება ამაზე არის გადატანილი. დანარჩენ საკითხები, საცოცხლო მნიშვნელობის საკითხები წვრილმანებად იქცევა ხოლმე. ახლა პატარა საქართველო ევროკავშირს ნახე რას უშლება როგორ ელაპარაკება. არა გოლიათად შეარჩე ჩათვალა რომ ეს ძალიან მალე ჩამოიწერებოდა უკვე, იმიტომ რომ ამერიკაში იცვლება, შეიძლება ამერიკა ეს თავის სატელიტად აქცევს რუსეთს, ამასაც მიუგდოს ეს მხარე რაღაც, იქ ჩინეთი მოდის და რა უნდა გავლამძღოთ ის ვინც უკან მიდის, ამოეფაროთ ქრისტიანობას, ტრადიციებს და სინამდვილეში კოსმოპოლიტური ქალაქი აუშენოთ გარეთ მსოფლიო deep states. ესე იგი, საქართველო შედგა ახალ გამარჯვების და განათების გზაზე, სადაც კანის ფერს აღარ ექნება მნიშვნელობა. და ეს ნაბიჯები ცოტა სწრაფად გადადგეს და თლათ ის სიჩქარე არ ვითარდება მოვლენები, ევროპაც თლათ ისე ვერ ჩამოიწერა, როგორც ეგონათ და ახლა უკმაყოფილოები არიან, რომ რუსეთი რატო ვერ ამართავებს ბოლოს და რატო ვერ წყვეტს საკითხს. ეს შიში ერთგვარი გააჩნიათ მაინც ევროპის. ამერიკასთან გასაგებია, რომ ტრამპ ტაუერს ავაშენებთ და აბა ახლა მას მივყიდით და ტრამპს არ არის პრობლემა, გადავეცემით. ასევე მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანი კავკასიისთვის და არა მარტო კავკასიისთვის, სომხეთში მიმდინარე ამბებიც. შვიდშია არჩევნები, ნახოთ რა როგორ გადაწყდება სომხეთში. ვიცით რომ სომხეთიც დაადგა ძვირად დაუჯდა ტრამპის ღია მხარდაჭერა და ნახოთ ფაშიდიას როგორ გამოადგება. საქმე რაშია ახლა რომ მიმდინარე ომს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ისეთი სახე და მიმდინარეობა მიცეს, რომ თავიდანვე ითქვა, რომ ბრძოლა იქნება ბოლო უკრაინელებოდა. ის მართლა ასრულებს. ჩვენ საუბრობთ რომ საქართველოს არ ყავს ქართული ხელისუფლება. იქ მით უმეტეს. იქ ღიად გაცხადებულად არაუკრაინული ხელისუფლება ზის, ხო? პირველი პირიდან დაწყებად და ასე შემდეგ. აი მართლა ბოლო უკრაინელიც რო დაიღუპოს ამ ომში კი არა. თუნდაც არც ერთი სლავიც რო არ დარჩეს. მათ თავიანთი გეგმა აქვთ, ხო ამას მიყვება. თუნდაც არც ერთი ევროპელიც არ დარჩეს. საბოლოო გეგმა ხო მოსახლეობის შემცირება. ოქროს მილიარდიც არც კი. კი ბატონო. აქეთკენ მიყავთ ახლა რა რითი გინდა რომ შეაშინა დაუშვათ უკრაინის ხელისუფლება არ ანახულებს მოსახლეობის ხვეპლი, არ ანახულებს სამხედრო ხვეპლი, ჯარისკაცების და ოფიცერების ხვეპლი. ბოლოს და ბოლოს თუ იგზნობს საშიშროებას, თუ უკვე არ არის გახიზნული უკრაინიდან და სადღაც ქვეყანიდან იქიდან არ მართავს პროცესებს. ბოლოს დატოვებს უკრაინის ტერიტორიას, საქმეზე მივიდა. და აი მთელი სირთულე ამ რუსეთისთვის, მთელი სირთულე ამაშია. კი ბატონო, ახლა ეგრეთ წოდებული დრონებს რო ეძახია, ხო, გამოუშვა იმ პატარა დრონი, ამან უფრო დიდი დრონი გაუშვა. მე იმან რაკეტა, ამან არეშნიკი გაუშვა. ეს ესკალაცია მიდის, მაგრამ რითი გინდა აიძულო, რომ შეს პირობებზე წამოვიდეს. ხვეპლი არ არის. ახლა ბოლო დროს ჯემალი ალაპარაკდა, თავარი პროპაგანდისტები ალაპარაკა, რომ საჭიროა განადგურდეს ფიზიკურად
მართველი ელიტა, ზელენსკი თავისი გუნდით. ძალიან ვერ აგითამაშია მსოფლიო ამბები მიდის და ამერიკამ შეარჩია ხო პირველმა ეს ტაქტიკა ირანში. გავწყვიტოთ ხელმძღვანელები, დავიჭიროთ მადურო და მოვათრიოთ და გავწყვეტ ამით საკითხს. რუსეთი სხვანაირად თუ დგებოდა, ეს ომი იყო მართვადირობი, წინასწარ შეთანხმებული თავისი ფარგლებით, ძალის გამოყენების ნორმატივებით და ხელშეუხებლობის წინასწარ განსაზღვრებით. მართული ომია. წინასწარ გადაწყდა, რომ ზელენსკი უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი. ნეტანიაჰუ იყო ჩართული, ისრაელი იყო ჩართული, სიონისტური რეჟიმი განაგებს და deep state-ით იმიტავი და აქაც ესეც დაიქვემდება. ამერიკამ შემოიტანა პირველმა ეს არ გაგვიგია ხა უახლოეს ისტორიაში ესეთი რაღაც, რომ პირველი პირების ამოწყვეტა, მოლაპარაკებაზე მიწვევის დროს და ნელ ეპოქებს ახასიათებდა ეს რაღაცა შემოიტანა. დღეს ახლა ამ რეალობის წინაშეა რუსეთიც. წავიდეს იმ ხაზით. არა და მრავალპოლუსიანი, სამართლიანი სამყაროს აგების გეგმაში სვავს თავის თავს. სწორია. მაგრამ არსებული ვითარება რას კარნახობს, რას აიძულებს. წავიდეს ამერიკული გზით, გაანადგუროს მოსპოს, ფიზიკურად მოსპოს. არც ეგ მოსპო არ იქნება იური. ამაშია საქმე, ჯერ ერთი რეზონანსი როგორი იქნება. სოფლიო რეზონანსი როგორი იქნება. ამერიკაზე და ეს სოფლიო ძველ ბატონზე გულში კი იყო ცუდი რეზონანსი, მაგრამ პირით არ გამოვიდა, საკვით არ გამოვიდა. ხო, მაინც. მაგრამ აი რუსეთი თუ ამ გზით წავა, მე რას იტყვის, რა სათქმეინებე დანარჩენ სოფლიოს. ეს თუ არ წავა, უნდა მოუსპოთო, იმიტომ რომ ეს არ გაჩერდება. ამას უარ ადარდებს უკრაინელი, პირიქით, რას საკეთებს, ეგ უნდა კეთდებოდეს. ასეთი გამოუვალი ვითარებაა. ფაქტიურად რას ითხოვს ახლა რუსეთი ასეთი ხელისუფლებისგან? კაპიტულაციას ითხოვს. და გამარჯვებისთვის არ მიუღწევია. და ასეთი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ მიდის კაპიტულაციაზე, როგორც 45 წლის 9 მაისს მოხდა კაპიტულაცია. ბუნკერში როცა იჯდა უკვე და იქ თავს რო იკლავდა. ასეთი ტიპის ხელისუფლება მხოლოდ ამ გზით მიდის კაპიტულაციაზე. მაგისთვის არა აქვს მიღწეული, ითხოვს კაპიტულაციას, ეს შეუსრულებელია. ეხლა რას ითხოვს ევროპა? ფაქტიურად ევროპაც იგივეს ითხოვს კრემლისგან. აღიარე რომ შენ დაამარცხდი, გადი და ჩემ პირობებს უნდა დაექვემდებარო რომაში. მე უნდა დაგიმყარო დემოკრატია. ესე იგი ჩემ მართლობაში უნდა შემოხვიდე. ხელით მართვაზე როგორც იყავ, ისე იქ უნდა დაგაბრუნო. თითქოს ამერიკა გაემიჯნა ამ ამბავს. ანკორეჯში რაღაც გადაწყვეტილებებამდე მივიდნენ. თითქოს ჩინეთის გამიჯნულია და ეს რას ითხოვს ამერიკა თითქოს ეს სხვა საკითხი, არავინ ეს ერთი რგოლი, ერთი სისტემა ირანისგან. კაპიტულაციას ითხოვს ისრაელი, ამერიკა ირანისგან და კაპიტულაციაზე როგორ მოუწევს ხარს? არ დამარცხებულა ირანი. ირანმა ისინი ძლია ამ შემთხვევაში. და ირანი ითხოვს როგორც გამარჯვებული, თანასწორი და ღირსეული, ისეთ პირობებს. ესე იგი ამერიკას კი უნდა რომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს და ისეთ რამაზე დაითანხმოს, როგორც გამარჯვებულს შეეფერება. და ირანი არაა დამარცხებული. ესე იგი ვერც იგვარდება, ვერც აგვარდება და ვიღაცას კიდევ უნდა ამ დიდაპირისპირებაში საქართველოს კვლავ ჩართოს. საქართველოდანაც უნდა გაიყვანო ჯარები, ეს პირობები დაუყენოს. ხო. და ატომური ბომბი გამოდის მთავარი სიტყვის თქმელი. გაჩერდით თორე გადაგწევთ, გაგაქროთ. აი მან ისრაელის როლი საინტერესოა. ბოლო დროს გამოვიდა ხმები, რომ გარკვეული დაპირისპირებაც კი ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შორის, იმიტომ რომ ამერიკას სულსაც შეიძლება მალე დაამთავროს ეს ომი, იმიტომ რომ სხვა არაფერი ყოველდღიურად
უზარმაზარი თანხები უჩნდება იქ. კი. გადასრული ჯარების შენახვა და იქ ესეთი ადვილი არ არის, ხო, ეხლა მე ზუსტად არ შემიძლია დავითვალო ყოველდღიური ხარჯები, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა, როგორც ამბობენ ლაპარაკი. და ამ დროს ისრაელი ამბობს და სრულიად სამართლიანად ამბობს. მაშინ რისთვის დავიწყეთ ეს ომი? არც ერთი მიზანი მიღწეული არ არის. რეჟიმი ვერ შევცვალეთ. სარაკეტო პროგრამები ვერ გავანადგურეთ და ხელი ვერ ავაღებინეთ და ბირთვულ პროგრამებზე ხელი ვერ ავაღებინეთ. მაშინ რისთვის გვჭირდებოდა ეს ომი? ან რას მივახციეთ ამ ომით, რატო უნდა დავასრულოთ? ისრაელმა ისიც იცის, რომ თუ ეს ომი ამდაგვარად დასრულდა და ამ მოლაპარაკებები ამდაგვარად შედგა, როგორც ახლა მიმდინარეობს, მაშინ ირანის გავლენა ერთიორად გაიზრდება ახლო აღმოსავლეთში. და ისრაელი აღმოჩნდება ერთგვარი მძევლის როლში. დიახ, თუ კი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო გავლენა შემცირდება, ან საერთოდაც არ იკვეთება, მაშინ ისრაელი რჩება მარტო. აი ეს ორჭოფული მდგომარეობა შველის საქართველოს, რომ ეს ქალაქები უკვე დამთავრებული არ არის რა. საერთოდ ჩვევიათ ხოლმე ისრაელს და საერთოდ ამ ებრაულ მიმდინარეობას ჩვევია, რომ თავი ყველა სიტუაციაში რაღაც სვერპლად წარმოადგენს. ეს ომიც როგორ დაიწყო, ხო? ხაზაში სვერპლია, ტერორიზმის სვერპლია. თითქოს და ისრაელის ძალოვანმა სტრუქტურებმა დაზვერვამ მოსადმა არ იცოდა, რომ ამხელა ოპერაცია იგეგმებოდა ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრება და მთელი ამბავი. ამ თემებზე ჩვენ ასაუბრები გვაქვს აღარ გავაკეთებთ. კი, რამდენჯერმე მიუძღვნა გადაცემები. აი ეხლა ამ სვერპლის როლიდან ცდილობს, რომ შემოატრიალოს საზოგადოებრივი აზრი ისევ თავის სასარგებლოდ. საზოგადოებრივი აზრი სოფლის საზოგადოების ხარდაჭერა დაკარგა ღაზაში ჩადენილი დანაშაულებების გამო. საერთოდ ამაში დახელოვნებულება აი მეორე მსოფლიო ომის დროსაც გავიხსენოთ. მაინც და მაინც ყველა ხას უსვავს ებრაელების გენოციდს. მეორე მსოფლიო ომის დროს. არა და მარტო ებრაელები არ შეეწინეს ხო იმ ომს. საბჭოთა კავშირმა 50 მილიონამდე 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა, ხო? 27 მილიონს ასახელებენ ოფიციალურად. 9 მილიონამდე ქართველი დაიღუპა. ჩვენ ტერიტორიაზე არ მიდიოდა ომი. 450,000. არა, ნუ მასეც რო იყოს, ახლა სადღაც 40 მილიონზე მეტს ამბობენ მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით და ამ სამხედრო დანაკარგების ჩათვლით, ხო? უზარმაზარი დანაკარგებია. მარტო ებრაელებს არ ქონიათ ეს ხები, მაგრამ რატომღაც გამოძერწეს, გამოიყვანეს ისე, რომ ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე დაზარალებულები თითქოს ეგენი გამოიყურებენ. ეხლა ცდილობენ თვითონ არიან სინამდვილეში აგრესორები, გამოიყვანონ ისე, რომ მსხვერპლია. რომ საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ თავის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება მეტად გაეხსნას ხელფეხი შემდგომი მოქმედებებისთვის. და ამ დროს ამერიკა ცდილობს გავიდეს აქედან. ამ ომიდან. ცივილიზაციის ბუნება ძალმომრეობით აკეთოს, როგორც მატერიალური მითვისება, მიტაცება, სხვათა დამონება, ასევე თავისი სულიერი შეხედულებები, რომ მე უნდა ვიბატონო სხვებზე. ეს ღვთისმოცემულობაა. ეს არის ფაშიზმის მამა, ნაციზმის მამა, ასე ვთქვათ, სულიერი მამა. ეს გვჭირს, ეს გვაქვს, ეს ამოძრავებს სოფლიო პოლიტიკას, დიდ პოლიტიკას ეს ამოძრავებს სამწუხაროდ. მაგრამ ეს გზავე შევიდა ჩიხში. სწორედ მაგაზე გვაქვს ახლა საუბარო. ეს აგრესორია. კი, გამოყავს დაჩაგრულად თავი ესე ვერ ვიტყვი რომ არ იჩაგრებოდნენ. იყო მიზეზებიც. ეხლა შორს წაგვიყვანს. არა, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწვეული არ არის, მაგრამ აი ამ დიდ ჭიდილში ერთი მხარე ასე ცდილობდა სოფლიო ბატონობის ხელის ჩაგდებას გარკვეული რომი თქვათ, იგივე მონღოლები თქვათ და აი ამ კლანმა
ამ ფორმით მიაღწია მსოფლიო მმართველობას, მსოფლიოზე გაბატონებას. უამრავი ძმა შეეწირა და თუ შეწირეს, რომ ეს გამართლებულია, რათა მე გამარჯვების გვირგვინი დაედგა თავზე. და ახლა თვლიან რომ უკვე მოვიდეთ რომ ეს გვირგვინი უნდა დაიდგან, ის ტაძარი უნდა აღდგეს და სასწრაფო წესით უნდა გადაწყდეს ყველაფერი ერთ წუთში. და რა არის საჭირო? ამიტომაა საჭირო თვით დაზიანება, რაც თქვით, რა მე გამართლდეს გენოციდის ჩატარება. არ გამოვიდა, მან არ იმუშავა. არ გამოდის. ძალისმიერად როცა გინდა ის გააკეთო, ვისი გაკეთებაც არ შეიძლება საბოლოო ანგარიშით. არ გამოგივა. ასე იგი უფლის ნება ღვთის სიტყვაა გაცხადებული. და რა გაცხადა? ვერ მიაღწევენ იმ გეგმებს და იმ მიზნებს, რაც დასახულიათ. და რაც მეტად ეცდებიან, თავს დაიღუპავენ და დაუპავენ სიცოცხლეს. კბილი წილ აღარო და ეს არის კბილი წილ კი არა 17 კაცი სანაცვლოდ 17000 კაცი მოუკლეს. თუ 70,000. ხო. აი ეს მოცემულობა, რომ 2000 წლის წინ გვეთქვა კბილი წილ არა ქრისტეს სიტყვა მოვიდა მთელი 2000 წელი ვიცხოვრეთ, გავიდა ასე და ახლა გამოცდას ვაბარებ. თუ ძველებურად ვაპირებ წინსიკვდილია. მაცაა შესაძლებელი. ურთიერთდამოკიდებულება. ხო, მოვლენებისადმი, ქვეყნში მით ქვეყნის გარეთ, ხო, დიამეტრალურ ცვლილებებს ითხოვს, როცა კრიზისულ მდგომარეობაში შედის და ძველი გზებით საკითხი და პრობლემები არ იჭრება და 1000-ჯერ დიდი პრობლემები იქნება, აი სამ პარადოქსის არსიც ამაშია. სწორედ ასეთ ნიადაგში წარმოიქმნება ახლის შექმნისათვის საჭირო ნიადაგი, მწიფდება და მზადდება. მაგრამ საკითხავი ეგაა, გზა კი გაკვალულია და ჩანს, მაგრამ გამლელი არ ჩანს ამ გზაზე. საქართველოში გამლელი ამ გზაზე დამდგომი არ ჩანს. კონი დასასრულისკენ უნდა წავიდო. ჩვენი დრო იწურება. ბოლოში რის თქმა შეიძლება ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა გითხრათ ის, რაც ჯერ უკვე გვითქვია. ეს ის დროა, როდესაც უნდა შეიცვალოს ადამიანური აზროვნება და უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, უნდა შეიცვალოს ფორმაცია. ბოროტების გზის დაგდების დროა. და აი დაზეც ვლაპარაკობდით ეს კბილის წილ და სასხლეთზე ხელის დადებით პრობლემები და მოვლენები აღარ წყდება. შენ და სასარგებლოდ ვეღარ წაიყვან საქმეს ეს გამოჩნდა ხო აგერ თუნდაც ირანზე თავდასხმით გამოჩნდა, თუნდაც უკრაინაზე თავდასხმით გამოჩნდა. ის შედეგები ვერა და ვერ დაიდო, რაც წინასწარ იყო გათვლილი. და რაც დრო გადის თან უფრო რთულდება სიტუაცია. ერთის მხრივ აღებული აქეთ ისრაელ-ამერიკისთვის და იქით რუსეთისთვის. დაგემშვიდობებით მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, ჩვენ კვლავ შევხვდებით მომავალ კვირას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, და ბოლოს მაინც ერთს შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, საქართველოს ბუნებრივად იმხელა რესურსი აქვს, არც ერთი ქართველი და არც ერთი საქართველოში მაცხოვრებელი, არათუ მშიერი და არათუ ისე რომ საქართველოდან გასაქცევი, საქართველოს იმდენი რესურსი, იმდენი სიმდიდრის და დოვლათის შექმნა შეუძლია, რომ ორჯერ დიდი ქვეყანაც კი შეიძლება რომ შეინახოს. თუ კი ფორმაციული ცვლილებების გზით წავალთ, გაჭირებული არ ეყოლება საქართველოს. და დანარჩენი სოციალური თემატიკის წინწამოწევა კარგია, მაგრამ ამას აქვს თავისი განხილვის საჭიროებებიც, ამასაც შევეხებით. ეს პოტენციალი არსებობს, ეს პოტენციალი არ გამქრალა და თუ სწორედ გზით ვივლით, თუ მატერიალურ სიუხვეს და დოვლათზე ლაპარაკი, უამრავი რაოდენობის გაგვაჩნია. სოციალურ პრობლემების წამოწევა და მასზე საუბარი კარგია, მაგრამ თუ არ მივაკვლევთ მიზეზს, საიდან მომდინარეობს
რა არის მიზეზი აი ამ გაჭირვების, სიდუხჭირის, ხელმოკლე ცხოვრების, რომ ეს მიზეზი ფორმაციაშია, სისტემაშია, იმ ფულის სისტემაში, რომლითაც დღეს ვცხოვრობ და იმართება ქვეყანა, მაშინ ეს სოციალურ პრობლემებზე საუბრად დარჩება, ვისაუბრებთ და თუნდაც 200,000-იანი და 9 მილიონიანი აქციებიც იყოს დაიშლება და არანაირი შედეგის მომდანი არ იქნება. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის.